არანი ფუტკარაძე, სწავლობ პორტოს უნივერსიტეტში, კერძოდ შრომის უსაფრთხოებაზე და ჯანმრთელობაზე, სწავლობ საქართველოსთვის. სწავლობდი პირველად ადრიან რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლაში. შემდეგ ჩავაბარე 2016 წელს ბერკლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კერძოდ გამოყენებითი ეკოლოგიის ფაკულტეტზე. შემდეგ უკვე დამთავრების შემდეგ წავედი მიკროში, მასტერ დიგრიზე, ჩავაბარე ისევ გარემოს ინჟინერიაზე და შემდეგ დასრულების შემდეგ უკვე წამოვედი პორტუგალიაში და ამჟამად ვსწავლობ PhD-ზე ოკუპაციურ ჯანმრთელობასა და შრომის უსაფრთხოებას. ორი შენობა არის გაერთიანებული, ეს არის A корпуსი, ეს არის F, ანუ A, B, C, F და ასე თანმიმდევრობით მიყვება, ანუ შენობები დალაგებული არის არქიტექტურის ფაკულტეტი, არის ინჟინერიის ფაკულტეტი და სხვადასხვა ფაკულტეტები არის მოკლედ გაერთიანებული ერთ დიდ შენობაში. გარემო არის საკმაოდ კარგი, სტუდენტური გარემო არის, იგრძნობა. შენობის იქით არის ბიბლიოთეკა, ის დიდი შენობა არის უკვე ბიბლიოთეკა, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ რომ დასწრენ, თავიანთი სამუშაო შეასრულონ, ლიტერატურა მოიძიონ და მოკლედ ძალიან დიდი, ერთ სივრცეში ძალიან დიდი შენობა არის გაერთიანებული. ქვემოთ არის ასევე კაფეტერია. Lunch break-ის time-ი არის ახლა ძირითადად 1-დან 2-მდე, ამიტომ ყველა ბრუნდება უკვე ლანჩიდან, აგრძელებენ თავიანთ სამუშაოს და მოკლედ ერთი ჩვეულებრივი სტუდენტური დღე არის დღეს პორტოს უნივერსიტეტში. ერთად დავიტანე შრომის უსაფრთხოებით და ჯანმრთელობით, იმიტომ რომ საქართველოში მთავრობის დაფინანსებით ხორციელდებოდა სკოლის პროექტები, სადაც სკოლის მასწავლებლებს ეძლებოდათ საშუალება, რომ შეესწავლათ ოკუპაციური ჯანმრთელობა და ასევე გამოყენებითი ეკოლოგია. და ამ პროგრამის ფარგლებში მე ვიყავი სკოლის პედაგოგი, დავდიოდი სხვადასხვა სკოლებში ქუთაისის მასშტაბით და ვუტარებდი სკოლის მასწავლებლებს ტრენინგებს. შესაბამისად ამან დასაბამი მომცა იმისათვის, რომ წამოვსულიყავი შემდეგ პორტოს უნივერსიტეტში, ჯერ გამოვიკულიე, ზოგადად სად იყო ეს პროფესია თვითონ მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც უნივერსიტეტებს ჰქონდათ ეს პროფესია, აღმოჩნდა, რომ იყო მხოლოდ ან ამერიკაში, ან ევროპაში, მხოლოდ პორტუგალიაში და შესაბამისად ამერიკა ჩემგან ძალიან შორს იყო და წამოვედი პორტუგალიაში. შრომის უსაფრთხოება დღესდღეობით ძალიან მოთხოვნადი არის ბაზარზე, ეძებენ შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტორებს და დეფიციტია მოკლედ კადრების. შესაბამისად, ვინც ამ პროფესიას დაეუფლება, შეიძლება ჰქონდეს გარანტირებული სამუშაო მომავალი. უნივერსიტეტში საქართველოში ვფიქრობთ ასევე, რომ გავხსნათ სადოქტორო ან სამაგისტრო პროგრამა შრომის უსაფრთხოების და შესაბამისად ეს გამოცდილება რაც აქ მივიღებთ მომავლისთვის აუცილებლად გაუმადგება იმისათვის რომ გავიმეორო რა ეს კურსი ან შევქმნა უფრო გაუმჯობესებული ვერსია ამ კურსის და საქართველოში სტუდენტებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა რომ დაეუფლონ ამ პროფესიას. ჩვენ ქვეყანაში შრომის უსაფრთხოება ჯერჯერობით არ არის მდგრადი. მდგრადში გულისხმობ იმას, რომ ძალიან ბევრი დარღვევები არის დღესდღეობით შრომის უსაფრთხოების ინსპექტორების ნაკლებობა და თავისთავად კონტროლი არ ხდება ამ მიმართულებით. ბევრი დარღვევები არის მშენებლობაზე, დარღვევები არის ასევე სხვადასხვა სექტორებში, მაგალითად ხშირი არის
შიდა ჰაერის დაბინძურება, არ ხდება მონიტორინგი შენობებში, ჰაერის ვენტილაციაც არ არის საკმარისი, რაც შემდეგ იწვევს უკვე პროფესიულ დაავადებებს, ისეთი როგორიც არის მაგალითად ასთმა ან კიბო და მოკლედ ეს მიმართულება არის საქართველოში გასაუმჯობესებელი. ჩემი მიზანი არის, რომ საბოლოოდ ჩვენ გქონდეს უსაფრთხო გარემო და მომუშავეები იყვნენ სამუშაო გარემოში დაცული. ნებისმიერი პროგრამა თუ გაქვთ დამთავრებული, შეგიძლიათ რომ აირჩიოთ სადოქტორო შრომის უსაფრთხოება, თუმცა სასურველია რომ გქონდეთ ინჟინერიის მიმართულებით დამთავრებული, ინგლისური ენის დასავადებულოდ, TOEFL ან IELTS გამოცდის ჩაბარება. გამოცდები აქ არ ტარდება, მხოლოდ ითხოვენ სადოქტორო პროგრამისთვის სამაგისტრო დისერტაციის ნაშრომს, ანუ სამაგისტრო დიპლომს, თუ სამაგისტრო დიპლომი დამთავრებულია საზღვარგარეთის უნივერსიტეტში, პრიორიტეტია და დამატებით სხვა საბუთებს აღარ გთხოვენ და შესაბამისად საკმაოდ იოლი არის ამ მხრივ მოხმართ, რომ მე გამიმართლა იმიტომ, რომ და სამაგისტრო პროგრამა დავამთავრე ლიტვაში, კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში და შესაბამისად აქაც მარტივად მოხდა ჩემი მოხვედრა. ჩემს უკან სტუდენტები უკრავენ მუსიკას ტრადიციული საკრავებით და ხშირად რეპეტიციობენ უნივერსიტეტის სივრცეში. აქვთ სხვადასხვა მუსიკალური ღონისძიებები და მოკლედ აი ასე ერთობიან უნივერსიტეტში სტუდენტები. So we belong to Turna, that it's a musical group from this faculty. It has some instruments that are traditional in Tunis, like panderetas, bandolins, guitars, something like that. And we are just practicing. ძალიან ჭკვამხიარულები არიან. და ჩვენ არ ვართ ეგეთი ჭკვამხიარულები. სამწუხაროდ ამინჩი არ გვაგვიმართლა, სამწუხაროდ მხოლოდ წელიწადში 1-2 შემთხვევაა, როდესაც მოღრუბლული ამინდი გვაქვს და ისიც დღეს დაგვემთხვა, სამწუხაროდ, თუმცა იმედი მაქვს, რომ მზე გამოვა და გუნებას გამოგვიკეთებს. რა თქმა უნდა, სტუდენტებს სჭირდებათ დამატებითი შემოსავალი, იმიტომ რომ ცხოვრება საზღვარგარეთ საკმაოდ კომპლექსურია. მე პირადად გამიმართლა, იმიტომ რომ ჩემმა პროფესორმა შემომთავაზა სასტიპენდიო პროგრამაში ჩართვა, რადგან იცოდა რომ სწავლა საზღვარგარეთ ჰქონდა დამთავრებული, შესაბამისად გამოცდილებაც მეტი ჰქონდა. ჩემი პროფესორის დახმარებით ჩატარდა კონკურსი, სადაც გავედი პირველ ადგილზე. პორტოს უნივერსიტეტში მოხვდი ლაბორანტის პოზიციაზე და ჩემს მეგობრებთან ერთად მუშაობთ სხვადასხვა პროექტებზე. ჩემი ერთი დღე იწყება მომზადები უნივერსიტეტში წასასვლელად. ფეხით მოვდივარ, იმიტომ რომ ტრანსპორტი საკმაოდ ძვირი არის. ავტობუსის და მეტროთი მგზავრობა არის თითქმის იგივე ფასის ტოლი, რაც ტაქსით მოძრაობა. დაახლოებით ჯდება ერთჯერადი ავტობუსის ბილეთი 2.5 евро. რაც პირადად ჩემთვის იყო ძალიან ბევრი, რადგან საქართველოშიც ტრანსპორტშიც არ ვიხდით ბევრს და ლიეტუვაშიც
თვეში დაახლოებით 5 ევრო მიჯდებოდა მოძრაობა ტრანსპორტით. თვითონ პორტუგალია მზიანი ქვეყანაა, თბილი ქვეყანაა და შესაბამისად ეს ყველაფერიც მოქმედებს სტუდენტის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. რა თქმა უნდა, როდესაც სულ მზიანი ამინდიაშიც კარგ ხასიათი ხარ, მახსოვს, როდესაც ლიეტუვაში ვიყავი, სულ მოღრუბლული ამინდი იყო და შესაბამისად ჩემი мотиваციის დონე ცოტა დაბალი იყო. მაგრამ პორტუგალიაში პირიქით, აი ეს ყველაფერი, იგივე თუნდაც ოკეანეზე სანაპიროზე გასეინება, სადმე ლამაზ ადგილზე მოხვედრა, კაფეში დაჯდომა, მუშაობა, ჩემთვის როგორც პირადა სტუდენტისთვის მიმაღლებს мотиваციას და ის უფრო მოწადინებულს, რომ ბევრი ვისწავლო, მაქსიმალური ჩავდა ჩემს სწავლაში. მე ვარ გიორგი კვარცხელია, 19 წლის დავიბადე სამეგრელოში, კერძოდ ქალაქ ჩხოროწყუში, დაამთავრე აფხაზეთის ნომერ 1 საჯარო სკოლა და ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე. 2 წლის განმავლობაში ვსწავლობდი მანდ, მაგრამ შემდგომ გამოჩნდა ასეთი შესაძლებლობა, რომელსაც ქვია Erasmus+ პროგრამა და გადავწყვიტე, რომ გამიგზავნა აპლიკაცია და სწავლა გამიგზავნებდა პორტოს უნივერსიტეტში. მოკლედ, ეს არის ჩემი მეგობარი გიორგი, რომელმაც მომწერა, როდესაც აპირებდა პორტოში ჩამოსვლას და ასე მოხდა ჩვენი ერთმანეთთან დაკავშირება პირველად. ფაქტობრივად ანირო არა, ძალიან გაიწელებოდა ჩემი ვიზიტის მომზადების პროცესი, იმიტომ რომ მითხრა აი starting point-ი რა უნდა ყოფილიყო, საიდან უნდა დამეწყო დოკუმენტების მოძიება, რეები დამჭირდებოდა ყველაფერთვის, მითხრა რომ ანკარაში როგორ უნდა ჩამოსულიყავი და ყველაფერში მაყვალიანებდა ანი. დამავიწყდა მე თქვა რომ საქართველოში არა გვაქვს სამწუხაროდ პორტუგალიის საერთო, ამიტომ ქართველებს გვიწევს რომ ჩავიდეთ თურქეთში. სამწუხაროდ ეს არის უფრო რთული პროცესი, რადგან არ მუშაობს თურქეთის საერთო ისე როგორადაც უნდა მუშაობდეს წესით. და ბევრი მიღება აქვს, ანუ თურქეთის მოსახლეობასაც იღებენ, საქართველოს მოსახლეობას და კიდე ერთი ქვეყნის მოსახლეობასაც იღებენ, დამატებით აღარ მახსოვს. ხო. როდესაც უნივერსიტეტში მოგდის ჩარიცხვის პასუხი არის დაახლოებით ზაფხული, ივლისი. აი მაგალითად ივნისში მოვიდა და უკვე სექტემბერში უნდა წამოსულიყავი და ძალიან რთული იყო მაგ ყველაფრის მოსწრება, იმიტომ რომ ჯერ ყველაფერი უნდა მოიწიო, დოკუმენტები უნდა შეაგრო, რომელიც დაახლოებით ალბათ 15 დოკუმენტამდე არის საჭირო ყველაფრისთვის. ამის შემდეგ უკვე ვიზის ლოდინი ეს პროცესი, რომელიც 1 თვეზე მეტი იწელება, იმიტომ რომ მე მაგალითად 1 თვე და 11 დღე ველოდებოდი, როდის დამზადდებოდა ჩემი ვიზა და მე არის უკვე რომ მოდიხარ, რომელიც თან იწელება, თან სანერვიულოც არის და თან ბოლოს იღლები კიდეც ამ ყველაფრისგან. ვინც ახლა აპირებს ჩამოსვლას, შეუძლია რომ დაწეროს ჯგუფში არსებობს ქართველები პორტუგალიის Facebook ჯგუფი, სადაც იდება ყველანაირი ინფორმაცია, მათ შორის სტუდენტებზე, ვიზებზე, ასევე რეზიდენტობაზე, საბუთების მოგვარებაზე, ან ყველანაირი ინფორმაცია არის ჯგუფში თავმოყრილი და დღესდღეობით გვაქვს შესაძლებლობა, რომ ის სირთულეები, რაც უკავშირდება თვითონ ემიგრაციას, ეს სირთულეები მარტივად გადავლახოთ ერთმანეთთან კომუნიკაციით. ანი მე რეებიც მასწავლა, უკვე რადგანაც მეც გამოცდილება მივიღე ყველაფერში, აი ახალ სტუდენტებს უკვე მე თვითონ ვეხმარები და მე თვითონ ვუხსნი თუ რა სჭირდებათ ამ ყველაფერს და პირველ რიგში მეუბნები იმას, რომ სანერვიულო არაფერია, შეიძლება რთულად გეჩვენებოდეს ეს პროცესები, მაგრამ ყველაფერი გადალახვადია ფაქტობრივად და ყველაფერი მაინც საბოლოოდ კარგად სრულდება, როგორც ჩემ შემთხვევაში მოხდა, როგორც ანის შემთხვევაში მოხდა მაგალითად. ჩვენ ვიყოფებით პორტოს ცენტრში, ეს გახლავთ პორტოს უნივერსიტეტის მთავარი შენობა, რომელიც 1911 წელს აშენდა და დაიხსნა, შესაბამისად არის ისტორიული ნაგებობა. აქვე არის საკათედრო ტაძარი და აი იმ ქუჩებზე უკვე არის განთავსებული რესტორნები, კაფეები, ბარები სტუდენტებისთვის და აქვე არის მაღაზია, მსოფლიოში ყველაზე ერთ-ერთი ლამაზი bookstore, რომელიც ძალიან გავს Hogwarts და ქვია ლიბრერია ლელო და ინსპირაცია სწორედ ჰარი პოტერის ჰოგვარტიდან არის ამ მაღაზიიდან აღებული.
ჩემთვის საზღვარგარეთ სწავლა ფაქტობრივად თორსტომე მე-4 კლასში ვიყავ, უბრალოდ რომ გავიგე მსგავსების შესაძლებლობებზე და ჩემ მიზნად დავისახე, რომ მეც რო გავიზრდებოდი, მესწავლა საზღვარგარეთ და იმდენი დრო გავიდა მაგალითად შემდეგ რომ ფაქტობრივად ჩემთან ფსიქოლოგიურად მომზადდა ყველა იმ გამოწვევებისთვისაც, რაც შემდეგ მომელოდა. ერთ დღეს, როცა უნივერსიტეტში ვიყავი, უცებ მომდის მეილი და ვხედავ, რომ ამარჩიეს ამად ამ პროგრამაზე და თავიდან უბრალოდ არ მჯეროდა. ყველას ვეკითხებოდი, რომ აიკითხეთ და დამიდასწრეთ, რომ მართლა იგივეს ვკითხულობ, ან იგივეს ვკითხულობ, რაც წერია და რამე რო არ მეშლება თქო და ყველაფერი დამიდასწრო, ფაქტობრივად აი ბავშვობის ოცნება ამიხდა ჩემს ბიზნესს მივახწერა ხო და იყო უბედნიერესი დღე ჩემთვის. ვინაიდან რადგანაც Erasmus Plus პროგრამები ევროკავშირის მიერ ფინანსდება, ჩემ შემთხვევაში ეს ძალიან დიდი შესაძლებლობა იყო ფინანსური მხრივადაც, რადგან ყოველთვიურად მეძლევა სტიპენდია, რომელიც საკმარის სამისრო დავფარო ბინის ხარჯები და ასევე მეყავს ყოველდღიური ხარჯებისაც. გარდა ამისა, უნივერსიტეტში, რადგან ჩემი ასაკიდან გამომდინარე, უნივერსიტეტს მომცა სპეციალური სატრანსპორტო ბარათი, რომელთა შემიძლია რომ ვიმგზავრო მთლიანად კვარტალში და ამის არაფერი არ მიხარჯება და არ ვიხდი, რადგან ჩემს ყველაფერი უფასოა. ეს თანხა შემიძლია იმერც კი გამოვიყენო, რომ მაგალითად ჩემმა გამოცდილებიდან გამომდინარე 4 ქვეყანაში მოგზაურობა ამ ქვეყნების აღმოჩენა, რადგანაც ფასები ძალიან ბიუჯეტური იყო და მეც ფულის მენეჯმენტი შეუძლია რომ ყველაფერს თუნდაც ყოველდღიურ ხარჯებსაც ყოფნოდა ეს თანხები და იმაშიც რომ თუნდაც ვიკენდებზე გადავსულიყავი სხვა ქვეყნებში და მითვალიერებინა მათი კულტურა და ისტორია გამეცნო და უფრო მეტი კარგი მოგონება შემექმნა ჩემი მთლიანი Erasmus-იდან ფაქტობრივად. ვიზე მაგალი ხარ? ვი როეჯიბრები ვისეჯიბრები ეს და ასე რო დგას თან. მეც მაქვს რა მეჯიბრები, ორჩები როგორც ხლია მე რა. ეგ ასხობია ეს. ამას თავიდანვე საქართველოში. პორტუგალელი ხალხი ძალიან მეგობრული ხალხი არის და უშუალოდ ეს ქალაქი მომწონს იმის გამო, რომ ძალიან ბევრი საერთაშორისო სტუდენტი გვყავს, როგორც ევროპიდან, ასევე სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკიდან. და ვინაიდან რადგანაც მე კვარაცხელია ვარ გვარად და უმეტესობა მათგანი უმეტესობა სტუდენტებს საუბრობს ფეხბურთს, ფაქტობრივად ჩემი ხრიკი ან რაღაც ხრიკად მაგრამ თქვა რომ თქოს ვინც კვარაცხელეს ბიძაშვილი ვარ და ვინმე თუ არ მიჯერებს ხოლმე ვიყენ ვარ ჩემ პასპორტის ფოტოსაც კი ვანახავსაც გარკვეული წერია რომ კვარაცხელია ვარ გვარ და ყველა იჯერებს ამ ყველაფერს ყველა მეუბნება რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ რომ ხუჩად ბიძაშვილი ვარ და ხან ფოტოებს იღებენ ხოლმე ჩემთან ხან მე თვითონაც კი მთხოვენ ავტოგრაფებს და მეუბნებიან რომ ხუჩას გადავცე მოკითხვა ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობების სფერო მაინტერესებდა პატრიული ასაკიდანვე, იმიტომ რომ ყოველთვის საინტერესო სფერო იყო ჩემთვის, ყოველთვის ყოველდღე ახალი რაღაც ნიუანსები ხდება ახალი გამოწვევების საერთაშორისო არენაზე და გადავწყვიტე რომ მეც უნივერსიტეტში შევასრულე პროფესიაც დამაკავშირებინა ყველაფერთან, რადგან ჩემთვის გამოწვევებით სავსე არის ეს ყველაფერი და ფაქტობრივად მიწევს რომ ყოველდღე ახალი რაღაცა შევისწავლო, ახალ რაღაცას დავაკვირდე, დავაკეთო ახალი რაღაც ანალიზი, იმიტომ რომ ჩვენი მსოფლიო ყოველთვის რო ძალიან ქაოსურია და სწორედაც რომ ჩემი უნივერსიტეტი, პარტოს უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც მაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩემს სფეროში პიროვნულად და პროფესიულად განვითარდე, იმიტომ რომ შეჩერება შეუძლებელია ფაქტობრივად, როდესაც ერთხელ რაღაცას იწყებ, უკვე მიყვები და ფაქტობრივად ბოლო არ აქვს, იმიტომ რომ არ იზრდება ეს პროცესები.
ეს არის პორტუგალიური დესერტი, რომელიც მზარდება ფხვიერი ცომისაგან, თელევანი ცომისაგან და კვერცხის კრემისაგან. არის ტკბილი და 2024 წელს Tasty Made-მა აღიარა როგორც საუკეთესო დესერტი. ამიტომ სტუდენტებს, ვინც აბარებს ან სურს რომ ჩააბაროს საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში, ვეთქვი რომ არ არის მარტივი გზა. სირთულეებში გულისხმობ იმას, რომ შეიძლება იყოს უარყოფა რომელიმე უნივერსიტეტიდან, შეიძლება არ იყოთ მისაღები კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული უნივერსიტეტისთვის, მაგრამ ამან არ შეგაშინოთ, არ მოგადუნოთ, არ დაგაბნიოთ, არავინ არ იფიქროს, რომ როდესაც ჩააბარებთ, შემდეგ უკვე იოლი იქნება თქვენი ცხოვრება. არაფერიქით, უკვე ჩაბარების მომენტიდან იწყება ყველაზე რთული პროცესი, რასაც ქვია სტუდენტური ცხოვრება. გიწევს შეეგუოთ მარტო ცხოვრებას, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან რთული არის. მე პირადად ჩემთვის ძალიან რთული იყო, რადგან საკმაოდ ახლო კონტაქტი მქონდა ჩემი ოჯახის წევრებთან, შესაბამისად, როდესაც გადმოვედი მარტო საცხოვრებლად და დავრჩი 4 კედელს შუა, ჩემთვის პირადად იყო ძალიან რთული, ფსიქიკურად, რამოდენიმეჯერ დეპრესიაშიც ვიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი გადავლახე და დარწმუნებული ვარ, რომ სხვაც იპოვის თავის თავში ძალას, რადგან ეს ყველაფერი არის დროებითი. თქვენ უნდა იფიქროთ თქვენს მომავალზე და არ უნდა შეუშინდეთ მხოლოდ და მხოლოდ დროებით ჩავარდნებს. ანუ მე ვფიქრობ, რომ ბორბალი მოძრაობს და ეს ტიპები გადმოიღებენ აი ამას. ოკუპაციური ჯანმრთელობა ძალიან განსხვავდება თვითონ გამოყენებითი ეკოლოგიისგან და გარემოს დაცვისგან. შესაბამისად, ამ სახის პრაქტიკის დანერგვა საქართველოში დღეს არის აუცილებელი, რადგან როგორც აღნიშნე, დღეს არც ერთ უნივერსიტეტში არ გვაქვს ოკუპაციური ჯანმრთელობის მიმართულება, მხოლოდ და მხოლოდ არის კერძო კურსები, ან აქვს რომელიმე კერძო აკადემია საქართველოში. ამომაჩ შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ჩამაქვს ევროპული განათლება, რომელიც აქ სწავლის განმავლობაში მივიღე, რომელიც დამეხმარება იმაში, რომ ჩემ გარკვეული მიზნები, რომელიც საქართველოსთან ასოცირდება, ყველაფერი რეალობას ვაქციო, იმიტომ რომ ვფიქრობ არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნაზე, რომელიც მსგავს ტიპის მიზნებს მოემსახურება, რომელიც დაეხმარება ჩემ თანატოლებს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღო მსგავსი პროგრამების შესახებ, უფრო მეტად შეცვალა საკუთარი თავის განვითარება და ამ ყველაფერში დამეხმარება ჩემი ის გამოცდილებაც, რაც მივიღე ჩემი ახლობის განმავლობაში, იქნებოდა ეს აკადემიური თუ არა აკადემიური გამოცდილება, რადგან ფაქტობრივად მარტო ჩამოვედი აქ, ვისწავლე დამოუკიდებლად ცხოვრება, ყველაფერს ვაკეთებდი ჩემით და მიწევდა ყოველდღიური გამოწვევებთან გამკლავება, რომელიც ყველა ცხოვრებაში ხდება ფაქტობრივად. რაც ჩემი პრიორიტეტისთვის უდიდესი ნაწილი იყო ალბათ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვაპირებ, რომ ჩემი ცოდნა მოახმარა ჩემს ქვეყანას, კერძოდ მსურს, რომ უნივერსიტეტებში დავნერგო შრომსასაფრთხოების სპეციალობა და მომავალ თაობას ვასწავლოთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არის მივაქციოთ ყურადღება ჩვენს სამუშაო გარემოს და ჩავატაროთ მოკლედ ინსტრუქტაჟი თუ როგორ შეიძლება ვიმუშაოთ უსაფრთხო გარემოში.